დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების პროტესტ გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი. ნიკა მელია ამბობს, რომ სოციალური პრობლემების გამო გაფიცული მეზოების მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს. 90-იანი წლებიდან მოყოლებული. თუ კი ვინმეს ახსოვს, რომ დედაქალაქის მერიას ნაგავი ვერ გაეტანოს. თბილისის სხვადასხვა უბნებიდან, ყველა უბნიდან. და რატომ? რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ თავიდან ბოლომდე კორუფციაში ჩაფლული, სამწუხაროდ კორუფციაში ჩაფლული კალაძე ხმალაძე ვიცე-მერია, მოადგილე ბატონი კალაძის ახერხებს იმას, რომ თანამშრომლებს თბილ სერვისის შუა გულ აგვისტოს თვეში პაპანაკებას სიცხეში 40 გრადუსიან სიცხეში ამუშავებენ ზამთრის უნიფორმით და ფეხსაცმელებით. ვიმეორებ 40 გრადუს სიცხეში დედაქალაქის მერია ამუშავებს ზამთრის უნიფორმით თანამშრომლებს. ამას აპროტესტებენ, სამართლიანად აპროტესტებენ თანამშრომლები და ითხოვენ ნორმალურ პირობებს, ზაფხულის ტანსაცმელს. ეს ერთი და ადამიანურ ხელფას. ეხლა რა უნდა გააკეთოს კალაძე? დილამდე უნდა დაასუფთავოს მთელი ქალაქი, როგორც უნდა, რაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ სირცხვილია იქ, სადაც ეპიდემია მძვინვარებს, ამ ყველაფერს ემატება კვლავ პაპანაკებას სიცხეში, გაუსაზრის ვითარება, ხო გზნობთ ეხლა, ხო ყარს აქაურობ, ეხლა ჩვენ ვართ დიდ დიღომში. აი ამ ნაგვის გამო და თელ თბილისში არის ეს ვითარება, როგორც უნდა, რანაირადაც უნდა. შარშან კამპანიის ფარგლებში რომ ახეხინებდნენ ხონილით იგივე თბილისის თანამშრომლებს, ვითომ ეპიდემიას ებრძოდენ. აი ეხლა გამოვიდეს ბატონი კალაძე და თბილი კაბინეტებიდან მისი მოადგილეები, ეს პრობლემა თბილისელებს გადაუწყვიტონ და ხვალვე პირობა მისცენ თანამშრომლებს, რომ მოუმატებენ ხელფას და მეორე სწრაფადვე უთხრან, როდის ჩააცმევენ ზაფხულის ტანსაცმელს საკუთარ თანამშრომლებს. აი რა გარშემო თქვენ ხედავთ კალაძის ბილბორდებს, ყველგან, ყველა კუთხე კუნჭულში. დაახლოებით 10 მილიონი ლარის ბილბორდები აქვს მხოლოდ თბილისში გაკრული. მხოლოდ ეს თანხა გადაუჭირდა თბილ სერვისის თანამშრომლებს იმ მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც აწუხებდა, რამაც გაფიცა ეს ადამიანები. მხოლოდ ბილბორდების აი ეს ფული, რომელსაც მოპარული ფულით ხარჯავს დედაქალაქის აი ეს კორუმპირებული მერი. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ არც ერთი ბილბორდი მეწელს არ მექნება. მიმაჩნია, რომ ქალაქი, სადაც ყველაფერი უკუღმად კეთება, ქალაქი, რომელიც ნაგვითაც ყარს, ქალაქი, სადაც ჟურნალისტებს ცემენ, ქალაქი, სადაც ეპიდემიას ვერ ებრძვიან, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ არიან უსუსურები, არა მაქვს მე უფლება ძვირადღირებული ბილბორდი გავაკრა. ბილბორდების გარეშე დავამარცხებთ კორუმპირებულ კალაძეს და კორუმპირებულ ხამალაძეს. დიახაც ბილბორდების გარეშე დავამარცხებთ ამ მართლაც ენით აღუწერელ კორუმპირებულ მაღალი თანამდებობის პირებს. ნაცვლად იმისა, ხო გეუბნებით, ნაცვლად იმისა, რომ ვიცე-მერი გამოვიდეს და თანაგრძნობა გამოხატოს ამ თანამშრომლების მიმართ, ხო? საბოტაჟში ადანაშაულებს. ესე იგი რა ხდება? ზამთრის ტანისამოსი აცვიათ, ზამთრის უნიფორმა აცვიათ. ითხოვენ, ეს ხო ალბათ დღეს არ დადგებოდა ეს მოთხოვნა, ხო? მათ სამსახურის ფარგლებში ალბათ მრავალი თვეების განმავლობაში დგება, ხო? ნაცვლად იმისა, რომ მინიმუმ ბოდიში მოუხადონ, გამოდიან ყოფნით კადნიერება და ამ თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ თქვენ საბოტაჟით ხართ დაკავებულნიო. რითი არიან, ჩემო კარგო, დაკავებულნი და მხოლოდ მომხვეჭველობით. არაფერი მათ არ ცხიათ ამ ქალაქის სიყვარულისა. ერთადერთი რამე აინტერესებთ, როგორ გამდიდრდეს გიდ მერი და გიდ მერის მოადგილე. მათ აქვთ ორი თვე იმისათვის, რომ ეს პრობლემები გადაუჭრან საკუთარ თანამშრომლებს. დანარჩენ ვადაში, რა თქმა უნდა, ორი თვის შემდეგ ჩვენ მივხედავთ ამ თანამშრომლებს და აუცილებლად დავამარცხებთ კვლავ საარაკო უნდა ვთქვა, საარაკოდ კორუმპირებულ მერკალაძის და მის მოადგილეს. და აი ამის შემდეგ ძალიან ბევრი 10,000-ობით საქართველოს მოქალაქე, მათ შორის თბილისელები გაიგებენ, სად იშოვეს 100 მილიონი ლარი და რა კორუმპირებულ სქემებში იყვნენ გახვეული. მხოლოდ ერთ ავტობუსში 60-50,000 ევრო გააკეთეს. 60 მილიონი ლარი მოიპარეს ავტობუსების შესყიდვით, ვითომაც არაფერი. ეს დოკუმენტურად არის დადასტურებული. ამიტომ ამ ხელისუფლების შემხედვარი, რომელიც 60 მილიონ ლარს იპარავს ავტობუსების შესყიდვის საქმეში, არ უნდა გაგვიკვირდეს, როგორც წესი და რიგია, ის
გაუსაზრდელი მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდა თბილისის სერვისის თანამშრომლები.